აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობების მექანიზმები და სტანდარტები სამუშაო შეხვედრა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. მთავრობის მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტმა ორი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელმაც მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. რა რეკომენდაციები და შენიშვნები აქვს ჟურნალისტებს, თეონა ხარაბაძე ამბობს. Komunikācijas ნაკლებობა, არაოპერატიულობა, არაპროდუქტიულობა, ინფორმაციის ნაკლებ ხელმისაწვდომობა. ეს პრობლემათა არასრული ჩამონავალია, რომლის შესახებ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დისკუსიის სასიმსჯერეს. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო დოკუმენტისა და მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობების პოლიტიკის განსაზღვრელი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გაიმართა. საჭიროება გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვფიქრობთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მათთან ეფექტური კომუნიკაცია არ უნდა იყოს დამოკიდებული პიროვნებებზე, არამედ სისტემა უნდა მუშაობდეს გამართულად. ამ ეტაპისათვის არ არის დაგეგმილი ჩვენი მხრიდან პროექტის შედეგების მონიტორინგის ჩატარება არ ჩატარების საკითხი. მედიის წარმომადგენელთა თქმით, ორივე დოკუმენტი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მუშაობას ჩარჩოებში მოაქცევს. ეს დოკუმენტი ხელშეგვიშლის, მე ასე ვფიქრობ, მათთან ურთიერთობაში. აქამდეც იყო პრობლემები და ამ დოკუმენტით რაღაც ჩარჩოებში ექცევა ჩვენი ურთიერთობა, რაც არ მომწონს. საბოლოოდ მივიღებთ შედეგს იმას, რომ მთავრობას ექნება თავისი საპიარო ღონისძიების ნუსხა და არა მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის კონკრეტული გეგმა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობას ის ანგარიშვალდებულებები შეახსენეს, რომელიც მათ საზოგადოებისადმი აკისრიათ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის კოორდინატორის თქმით, დოკუმენტი არასრულყოფილი და არაეფექტურია. ყველაზე დახურული ორგანიზაცია ისევ რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტს აკლია სრულყოფილებისთვის ალბათ ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაზეც იყო საუბარი, გაუგებრობას იწვევს, როდესაც მე მინდა მოვიძიო ინფორმაცია აჭარის მთავრობის მუშაობის შესახებ, ანუ პრაქტიკულად ვაწყდები ბატონი არჩილ ხაბაძის Facebook-ის გვერდს, რომელიც მართლა მისი პირადი Facebook-ის გვერდია პრაქტიკულად. საზოგადოებრივი ურთიერთობის გაუმჯობესებას მოქალაქეთა კომპონენტში ვფიქრობ, რომ სუსტი არის და მაშინ როდესაც არსებობს მაღალმთიანი აჭარა და სადაც არის ესე ვთქვათ ინტერნეტ ხელმისაწვდომობის პრობლემა, ამავე დროს ცხელი ხაზის ამუშავების კომპონენტი, მე ვფიქრობ, მთავრობამ უნდა შემუშავოს უფრო ეფექტური კომუნიკაციის ველები. თუ კი არის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ პრესსამსახურმა უტყუარი ინფორმაცია დადოს და გასცეს საზოგადოების წინაშე, შესაბამისად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ შემდეგ Facebook-ის ოფიციალური გვერდიდან არ ქრებოდეს ინფორმაცია. დოკუმენტები აღმასრულებელი ხელისუფლების თქმით ყველა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა კონსულტაციების შედეგად ერთობლივად შეიმუშავეს. დოკუმენტი მთავრობის ხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგ იგი ნორმატიული აქტი გახდება. მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დოკუმენტებზე შენიშვნების წარდგენის ერთკვირიანი ვადა აქვს.